დანაყოფი. ალფაც იყვებით 13. მისია? მისია საიდუმლო. ვაშლი დაიდე დადექი ნუ გეშინია. დადექი. რამდენი ხარ? რამდენი ვართ? საკმარისი იმისათვის რომ ნებისმიერი მისია შევასრულოთ და ნებისმიერი მტერი გავარადგუროთ. კიდე გაქვთ რამე შეკითხვები? ჩაიში ან ნეკოს შაქარს იყრებით? ამდვილი ჯარისკაცები ჩაიში არ იყრიან შაქარს. იგი კარი არის ნერვიულობა. სხვა სკოლა. ამას ქვია ძმაო მიუს ვაიმე ვაიც შეიხედა ჯერ ოკეი მოგეცთავის ფეხით გაიარე აბა ერთ ბიჭო რახან ესე კანონ ვერ გადავა ჩაწყდება არ არის ამაზე გათვლილი გაიგე ბიჭო ნაის სტეფან ნაის ვითომ არ არის ამაზე გათვლილი ნაის რატო ამაზე გათვლილი შეჩება გიჟი ხო არა A few moments later. აიმე ჩემი ჯორა ჩავიჯო მიგიძეთ შეფეც არ შემიძლია ბაღლავარ ძან შნელაია ნელა უფრო ნელა ვარ ხედავ ძან ბაღლავარ ბიჭო მოიც აი ხა ბოდრა მაგრი აი მიდი გასული ხარ აი ხო ვერ მოიწავ არ ჯობდა 200 კილომეტრი მას გამოყვებით რა მოდიში არ ჯობდა 200 კილომეტრი მას წრესა ჯიჯი ო ტირო და ტელეგზაინე
საჭრაჭრი მესმოდა და შემაწონა რამე აქრასკო და გავგიჟი ვიჩეს. მოძებნაშვილის კურსები ისევ თქვენთან არის და ალბათ ყველა მეცით რა არის საძილე ტომარა და მე გასწავლით თუ როგორ უნდა სწორად დაიძინოთ საძილე ტომარაში, რადგან ვერტიკალურად სულ სხვა შედეგს მიიღებთ ვიდრე ჰორიზონტალურად. ანუ ყველას გონია რომ ჰორიზონტალურად უნდა დაიძინოს, სინამდვილეში ვერტიკალური ძილის სულ სხვა ტემპერატურის ტრიალის ბრუნვის კუთხის 12 გრადუსიან 13 გრადუსს ქმნის, ამიტომაც თუ თქვენ სწორად შეძლებთ, ეს მასწავლეს ამერიკელმა რეინჯერებმა. და როდესაც სადამეთთან შოკში ვიყავი. აი ეს სინამდვილეში უნდა გეძინოთ აი ეს. ტყის ჰაერს ზედიზედ 216 ჯერ შეისუნთქავთ. თქვენ თავად გამოიმუშავებთ საკვებს. დავითვალოთ. დრო არ მოგწყინდეთ, უფრო სწრაფად ვიზავთ ამ ყველაფერს და უკვე შედეგს გაჩვენებთ, ანუ 216 ამოსუნთქეს. ჯერ შევისუნთქე. როგორც გითხარით, საკვები მზადაა. ადამიანს აქვს უნიკალური თვისება, რომ გამოიმუშავოს საკვები. მთავარია იცოდეთ და დღე მოძებნაშვილთან ერთად შეისწავლოთ თვითგადარჩენის კურსები. კურსი პირველი, დღე მოძებნაშვილი, როგორ გამოიმუშავოთ საკუთარი სხეულიდან კვერცხი. იქ სად უნდა გაგეშალოთ ვიდეოები გვეკეთილი ციხეში. სად არის იქ ისეთი ადგილი ციხეში ვიდეო? ჩვენ გვახსოვდა რომ ბალახი იყო. ბალახი კი შეგვეძაღლო იქ პალატა აი და ეხლა აი სად გაიწაკნა. ბეტონზე. რა ვიცი, არ ვიცოდი. ედაზე უნდა ასულიყავი და განიერკეთელია და იქ უნდა ის გეკეთა ტრაგედია. არ ვიცოდი. ბატონი ლევანი შემოგვემართა. 9 საკლ და 5 წუთი რა ის შემოვარდით გიჟივით სახში პაპასთან, პაპა გაკვირებული გამოგვივარდა. მე უკვე კარები და ივიცი რა და საგარავინ მოდის ხოლმე. და კარჩე აკვჩები დღეს და ხო გადავწუდეთ მუხრანში გადავიდეთ. კარგი სამწოდები ყიდოთ. შავჯამოთ მწვანე მივავალოდოსტრი ინკალი და ვისკი. ჩემი ლევანა ხო ორგზის მამა გახდა, ამიტომაც კატო არ ვიცნობთ რა კატოს ჩვენ დიშულს და შეც ხო არ ვიცნობ. ფოტოთი ვიცნობთ მარტო. ხოდა ხვალ გავიცნო ჩემი დიშვილი და ძმისშვილი ეს დაგახტა დღეიდან ჩემი ძმისშვილი უნდა გავიცნო ჩაცვალე. მეც აღარ აპირებს მე კარიერა დამთავრებული. Jura dastorni, adorvor noktebi. მელოტირული შესავით მელოტი. მე მგავს. ბიძაშო. ბაბიჯებო თქვენი ციტატურა. მე ძმა, მე სადაც ხიც გავუძელი აქაც გადარჩენე. კარგად მომწონს. და დიმეტი მოკ. მაშინ ამხელა მეჩვენებოდა. ვარდა ცოტა დავჭერ. ეხარა პატარაა ჩემი ზუზუ. ზევი გამაგრებული. ბლადა. ესეო ისმენებშია უკვე. სიმართლე შეიძლება რატოაც პარ ეს უნდა ავიდეს არ ვიცი. მალე ამასობა შეიძლება დრო გავიდეს და დაშანდეს შეჩემა ადი. შიქო არა გასუჭი ვაფშე. არა ზევით მაღალი აღარ მოხდეს. ჩამოიჭვი რა. გიმია კამერა. მიფტიო. აჰა. ამანოთვა მე მიღივლია, თულა შედევა და. აჰა. რეიკირო იმალებოდეს.
რეიმე ჩამოსვლა არ გინდა. რეიმე. ქანაობს ბიჭო. ნუ ყირიშვილო ისე ჩაჯმულია. ილი თავდექი რომ კაი აზრი გვაქვს გითხრეს და გააზრე. რას იღებ ერთი როგორ იღებ? მარ კოთხს ვქირავთ ხოლმე? აი ფული ჯდება, მაგრამ ნიჩიბო რა. აი ხა ამ ბოლდოს დაჯმაზე გადავედით და დაგვიკლეს. კარჩი, მე მდიდარი ოჯახშვილი ხარ გეტყობა. ისინი. შენ წველი პროსტა. ჩვენ აი 20 კაპიქსო ჩაიცხავენ, სხვა შორის გუშინ ჩაიცხეს 15 თეთრი მეტრო არ მუშაობს მეთქი და 50 თეთრი ვისაც გაქვს ჩვენთან ჩაიცხეთ და 15 ჩაიცხა სტუდენტი ვარო. და ნახევარს ვიხდი ხოლმეო მეტროშიო. როგორი შეგნებული ტიპი ხარო გავუგე და რაღაცები არ ვთხარ. არა, ვაფშე არაფერი, არ ეწერა საკონტაქტო ინფორმაცია, თორე თორე აპირებდი მე რა გეგინები. დის მუტაცია. 6 რიცხვია და ყველას გეუბნებით ეხლა რომ ქვემოთ იქნება მაშინ რა ქვია აღწერაში ლინკი თუმცა თუ არ იცით საეჭო კაცი ჩაწერეთ და ნახავთ კოლაბორაციასაც და ზოგადად გადახედავთ ამ ეპიზოდსაც აქ ხო ხართ და ხართ და მე კაროჩე ვერსიას მოვისმე საეჭო კაცის რატო ქვია ხაჭაპურის გადამყვანი რა ანუ ამ ჩემ არხს მოსახდენი მოხდა რაც მოხდა მაგას აი ხა ამ ლოგის ყურებას რომ მორჩებით ეგრევე გაგაზეთ საეჭო კაცთან და ნახავთ რაც მოხდა მე არ ვიტყვი რა მოხდა იქ მიხვდებით რატო გამოვიყურები ესე ლამაზად და შეპირებული ისტორია რატო ხაჭაპურის გადამყვანი ესე გეტყვით არ მინდოდა ძმაო ეს რომ გაბაზრებულიყო მე დამიწყებს ხოლმე ესა რომ ნუყვებიო და ესეო და ისეო 53 წელი იყო მე და ვარდო საიძე მივდიოდით ძმაო შეულებრივად ეგ ისტორია დამთავრდა და რომ მოვდიოდით უკანა გზაზე დიდი ხაჭაპური იპოვა ძმაო მე უთხარი არა იყო მეთქი საშიშია თქო არა მოიცავ ამის გადამყვანიო სახში მახო კარგი იქონე თქო მაშინ ზაპო იქონა აკიდებული კარგი ეს უკანკალივდით მოვდიოდით წამოიღო აი ხელა ხაჭაპური თქო მე ვეუბნებოდი რომ ისედაც მეთქი ამ ისტორიას რომ მე მოვყვები ხალეობა იქნება რამე დავამატოთ მეთქი არაო ხაჭაპური უნდა წავიღო სახშიო გადამყვანი მიგდიო წავიღეთ ხაჭაპური გადამყვანი ქონდა მართლა შეაესა მე გამოვხლებდი თქო ხაჭაპურის გადამყვანი ქონდა და ისახე რა თვითონ ხაჭაპურზე რა შეიძლება ხაჭაპურიც არისო ანუ ხო თქვი ძმაო ხო თქვი ხალეობებს გადაობს ვერ გადაობს მეთქი ხო გითხარით ხალეობებს გადაობს ბიჭო იმენა ხალეობებს ყვება ხო თქვენ კიდე გევასებათ რატო გეორახეთ გას და ყვება ეხა ჩემი რა გევასებათ ბიჭო რა თეთრი ხაჭაპური იყო ჩემი რა თეთრი ხაჭაპური იყო წადი აქეთ ვახ ბიჭო ეს ტიპი რატო გევასებათ გავგიჟდებ ხო გახსოვთ მეჯერო ვახსენებდი ჩვენი ბიზაშვილი ბექა თქო აბატო აგი არის ბექა რო ისროვდე და გიყვარდეთ ამას ხო იცნობთ ამას სიონზე მივდივართ რა მიგვაქვს ანკესები საბწვადე კარგი გაიწვადი დაიყრება და ბექამ დიდი სამბით იყიდა მარილი დაფნის ფოთოლი და რაღაცა სუხარი და რაღაცა ბარებ თევზის გვეყიდა მაგრამ იმედი გვაქვს რომ დავიჭერთ თევზებს სუხარი არა კიდე სუხარიც იყიდა შეჭაფ თუ ფქვილი ხო ფქვილი სუხარი აფქვილი Zayda! არ ჩამტოვო თორე თავს მოგაჭრი. სადა ჩაკტოვო შეჩემა იქი არა ხარ. სად? სიონში. იდიც მამიდა რაზგოს. მიხდი ხარ ნათად ეგრე წარღირდა. ბიჭო ისე ვიქ რატო შედიხარ? ჩიუჩონავა შულო. შული ბაბუას ნავსავდა. რატო გვალოდინებ? წადი რა იქიდან რა? მე გადავდი. ტრაკი გაქვს ჩამოდებული რა. ბეკო ძალიან ყლაპოს ჩამოდიხარ. ბიჭო მე აი ეს თქვი, სადაც დგახარ ეგ თქვი. ხო არ ხაჯავ, აქ რა მიდოდა, მის არ არის. ხო, კარგა, კაი არჩევანი გააკეთე. მიხურა. წინ უნდა წახვიდე, შოთი. მე არ გირჩევ უკან დადგომას. როგორ უნდა წა? უკან ვაფშე ვერ წამოხვალ, ბევრში თვითო. უკან ვერ წამოხვალ, შოთი. გამოიწვევ რა გაგწუწავს მაგრად. ღმერთი შენსკენ. მიდი. ამოსული. მუჟიკ, ბიჭო, მუჟიკ. ამდენი დაიჭირე. კიდე დავიჭერს. არა, შედეგიანი თევზაობა იყო ხა არ უჭირე. ჯერ ხა იწება, მოიცი იყო რა. კაროჩი მე დავიჭირე, ერთი გაიქცა. 5 ცალი, შოთიამ 1 ცალი. ოს მენა ღელეები არის. ყლევდები ამ ტელეპორტაციაში. ეს რო არ მქონდეს დაღუპული იქნებოდი. კაროჩი დღეში შემიძლია 3 ჯერ გამოვიყენო რა.
მინდა ბათუმი, წკავდა უცებ ტელეპორტი ბათუმში. ასე გავიხედები სად ვარ. ანუ იცი, სად შემიძლია ტელეპორტაცია შემიძლია მარტო ისეთ ადგილებს, სადაც უკვე ნამყოფი ვარ და ამ ნომერში ნამყოფი ვარ. ანუ როგორც მივხვდით, ტელეპორტი ბათუმში გავაკეთე, ეხაც ტელეპორტაციას გავაკეთებ პირდაპირ პლაჟზე, ვიცა? ბლა, დავწდი. ზღვა საითა? ზღვა ქართული არ გესმის. მორე გძე? ვიწყებთ ეხა მუშაობას. მომენტ ორი კაცი ვართ, მე მგონი მონდომებული და ორი კაცი ვიწყებთ ეხა მუშაობას. ერე ორი კაცის გაკეთებული საქმე არის, გაკეთებული საქმე. ეს ერთმა გააკეთა და არის გემრიელის. ამას ამოვჭრი. ისი არის ლაშა გურგენიძე, აი ის პაროდიები რო აქვს ძალიან ბევრი. ერი რო დაღალა და რო ვერ ხვდება, აი ეგ არის. თავის პაროდიებით და ლექსებით. ჩვენ ძმაკაცი ეგ არის. და ძალიან ტვინი რომ მოტყნა, ხო იცი წამყვანი როა ციცაკები რო მიყავს. აი ეგე ჩვენ ძმაკაცია. სურო მაგაზე ბაზრობს, ანუ რა ქვია ციცაკები ძმავა, ესე რო გვასახავს, ეგე ჩვენთან არის. და დღეს მახარო შონზო, ხო კიდე? კი. შონზოც იქნება. ჩვენი ხმაკაცი, შონზო მითხრა რომ ყველაფერზე მეტად მინდა მაგ ამბავის მოხოდვა. და ყველაფერზე მეტად დაგიდგებით გვერდში. რა დააგვიანე მოყევი? ეხა ვერ ვიტყვი შენი ბლოგიდან გაიგებენ და არ მაწყობს ეგ სამსახურიდან გამომაგებენ შენი ბლოგიდან რო არა ქალებში ვიყავ თქვი ნუ გიტყვება თქვენ ეგრე რა ბიჭო დაარქ დიდი ბიჭი ხა ყველაფერს საკუთარი სახელი დაარქ ჩეხ ბოზებში მე ვაფწავ უშერასი ხარე ჰოტდოგები აი ხა ვინც რა იფიქრა იმას ვენაცვალე ვინც რა ფანტაზია გახსნა და რა წარმოიდგინა იმას ვენაცვალე ეხა კამერა რო არ ჩაფონდა ჩემკენ მართული ვაფსვანარათი და პირს ბაზარი ზიდად აპარატო ეხა ისემშია ვერ ვალაგებ შენ გიმიხედე ძმაო ნუ ხედე რა არჩი არ ვიცი ეხა ბლოგში გავუშვებ თუ არა ამ რეკლამას გუჩოისის ბურგერი და ჰოტდოგი არის აი ყველაზე დიდი ორგაზმი ჭამაში რამდენი გადაგიხადე მიგადრიალი გუჩოისი უფასოთაც არ გაჭამეს? ყველა გადამიხარეთ ეს კაი, გუჩოისი, კაი, ჰა. ძალიან მაგარი როჟები არიან. რატო ვარქებთ, ბიჭო, ლარი არ მოუციათ? ბიჭო, იმიტომ რომ აი ეგ დავდივარ და არც ერთხელ არ დაუპატიჟებ. მათი და კარჩე, გუჩოისი, თუ გინდათ რომ არ დავპიკო თქვენი სახელი, 8 ლარი მომეცით. რას პირდებით ჩვენთან მოსულ საზოგადოებას, რა იქნება? საღამოს, ბევრ იუმორს, ბევრ კარგ სტენდაფერს, თავისი ბევრი კარგი მონოლოგით და გელოდებით 12-ში 10-ზე ან 11-ზე, როგორც გიორგი თქვა, აქვე იტრიალეთო და 10-ზე სავარაუდოდ დავწე. სტენდაპს თავი მუღამი არის ის, რომ ბევრი ადამიანის ფილოსოფიები მოისმინო, ბევრნაირად წარმოდგენილი იუმორი და ჩვენ ამ იუმორს მაღალ დონეზე გთავაზობთ, მაგრამ ამის პრეტენზია გვაქვს ყოველ შემთხვევაში. არ ვიცი სხვა სტენდაფერები რაზე აპირებენ სტენდაფის წაკითხვას. მაგრამ მე წაგიკითხავთ ალბათ კარანტინის და კორონას დროს სპარტობაში ჩარჩენილ 25 წლის ბიჭზე და წესით საინტერესო მოსასმენი უნდა იყოს, მოკლედ 12-ში 10-ზე ან 11-ზე გელოდებით ელცელოში ბატონო. ვთქვათ, რომ შეიძლება გქონდეს open mic-იც, მეგობრებო, სტენდაფის დამთავრების შემდეგ, თუ იმეს ძალიან მოგეწონება ჩვენი სტენდაფი და დარწმუნებული ვარ, ძალიან მოგეწონება ჩვენი სტენდაფი, თუ იმეს მოგინდებათ სტენდაფის წაკითხვა, რომ აი ვაიმე რა მაგარია და ხმე ხა ამიშვა და ჩემი გულის დარდი დამაცალევინაო. აი, ამოდი და დაცალე. აიყვანა იქამ. აი ამ ხელ. ახლა ზომების ახმის პრობლემა. სეჩგეუნე. დღეს ძალიან სასაცილო დღე გვაქვს. რაგნარას გეი ვერსია გამამხედე ერთი სამი. სად ვართ და რატო ვართ დავაი მოპოვე. სურამში ვარ. სურამში ვართ. მივდივართ სად? მაშინ. და საირმე ქვია. საირმეში. ვერ ჩავით. რატო?
იმიტომ რომ გეგონა საირმე იქითხარეს რუსთავის გენცა. აღმოჩნდა რომ თურმე დასავლეთისკენ ყოფილი. ღამე ამოვედით საიმეში, ძლივს ამოვახციეთ, ვაფშე აიბირეთ, 11 იყო ღამის. არაფერი არ ჩანდა და რაღაცა სასტუმრო ვიშოვეთ, დავრჩით და ეხლა მოდი გავიხედოთ, შეჩა პირველად ვიხედოთ. რა ლამაზობა, ბიჭო. ნახე. აუ კალმახი სავსე აქა. დაო ტინდერმა. აგდეც იყი? ყველაფერი ეძება ტინდერში ვაფშე. ოს კლდე ამოუგდო. აუ შოთი. დანძრეული გვაქვს. ქვემო ჩაიხედო. ჩემი დედაშეც რა უნდა გამაჩერო? არაფერმა. სეჩი არაფერმა. აი ეს ადრესაც მოწევ გემრიელად წაიღებს. რაიც იქნებ ბოლოა. არი კაცო იწივლე როგორც მოგინდება. არ დაიწყე. სერიოზული სახის კამერაში ყובה და ყლებები არ გინდა. ანუ იმენა როგორ წამოიღებს ცივილში და წამოიღოს. დავაი გავუში. ადიოს. ეგარი. ამე 2-1 წავიდე. დავაი. ჩემი დედა. ვაიმე რა მაგარია. ბაზარ მაგარია. რა შემეკრა წავა მეურწრეს. სამ თავჟა. კარგი აზმა კანჩალაობა. ბიჭო, ვაფშე გაასწორ რა ბაში. კი, ბაზარი არა. ანუ, მირდა. კი, მეწომეტომ. აი ბორჯომში გადაყროვა არ გინდა, მაგრამ პირდაპირ ჩამოსვლა გაიაზრე ჩვენ. It's my boy. Moikaj. Молодец. არაჩე ვინმე თუ აპირებ
შატილში წამოსვლას პირდაპირ გაფრთხილებთ, რომ ძალიან აი მე ხალხო საშინელი გზა არის რა. მართლა 7 საათი მართალია გავჩერდით, ღამე გამოვედი 1-3 საათზე, მე გავჩერდით, დავიძინეთ 1-4-5 საათი რა, უგრო რიჟრაჯი იყო მაშინ, მაგრამ დავიბრიდეთ, აი მანქანა რას გავს იცით ხალხო? იცი რას აკეთებს ხალხო? მაგარია. Facebook-ზე აკრიფეთ მარტო კაცი მაგარი ნიჭიერი ბიჭია, ძალიან ნიჭიერი ბიჭია. ბიჭო არ ვიცნობ, მაგრამ იმ დროს წავაწდი და რაღაცა საქმეებში აქ ხოლმე გაშლილი და გურული ტიპაჟები ყავს და კარჩი შემთხვევით უყურებ ძმაო ოქრო კაცი. ეხლა ბლოგს უყურებთ და პარალელურად გეტყვით, რომ მოვდივართ პულსის გადასაღებად. თუმცა არ ვიცი ჯერ რომელი დაიდება, ჯერ პულსი თუ მოკლედ ხომ რატო ვართ აქ. არის გებთ, მოვაზგებთ, მე გადავები, მოატრიალე ერთ წამი. არა დანცინე. ამის თვალებზე მეციდებ. ხოდა აქედან იმ 3 კილომეტრში ავალთ და ღამეს გავატარებთ იმ და გაიგებთ მე რა და როგორ თუ არ გინახავთ ნახეთ მეორე ეპიზოდი პულსის. შუმები შემოდის. შუმები არა უშავს ხინკალი უნდა ვსჭამოთ ეხა აქაური ნამდვილი ხინკალი. ბიჭო აი რო გეუბნეოდი დაგპატიჟებ მეთქი ჩემთან სახში. ციგარი. აგისორდა? არჩი სანამ არატორიში ავალთ გადავწყვიტეთ ეს ვნახოთ ამის გამაზო არ შეიძლება. ვინა არა მოხდა. აიღალე ბრატ. ავი დავიღალე, ეგეც არ ვიცი უკვე რამჭირდა გავი. დაბერცი. დავიღალე, არ დავიღალე. მოდი იყავი და მოგიყვებით ჩვენაოდ. რა ცხენია იქით. აი მეგობრებო, ამის გამო ჩამოვედი.
ბატონო რეჟისორი. დიახ. გაგიფუჭდათ? დიახ. რა მოუვიდა? დედა იქნებ ზაპასკაა დაშვებული. არა. არა? სხვა ვერსიები გაქვთ? სიდენია ხო არ გაიხა? არა. არა. ბარაჩოკი ხო არა აღია? არა. რა თქვით? წყალი ამიდუღა? დიახ, სწორი ვერსია იყო. მე მაქვს იდეა წყლის ადუღებაზე. კინკლები ჩავყავთ. აპატიეთ ხალხო, აპატიეთ. უკვე 8 დღეა ტყეშია და ცოტა ვერ არის მეგონი კარგად. ეს ფოკუსი გავასწორო მაცად. ეგ არ არის ფოკუსი, ავტო აქვს მაგას გაანებებ, ხომია. ნიკო რა არის ეგ საერთოდ? მაგე მანქანა არის. აუ რა ლამაზია. ხო ძალიან მაღალზე ვარ, მართლა გეუბნები. ეხლა ანუ აკეთ რო გადავარდე, მოხდებით გაცნობულად. ვაკურიანში ვისაც გევასებათ სრიალი, ბოლო კანატკაა რა როგორც ხვდები. მე არ მევასება სრიალი ვერ ვერკვევი, მაგრამ ბოლო კანატკაა. და კიდე გადაკეთე შუაში, შენ ჯამთელობაზე გეუბნები. მე აღარ მოუშვებ ეგრე, ჟორა. მაცაეთ ერთსამი რა. მე ძმამ ყავდა აშკარად. ვერ უშვებ, მოდი მოუშვებ. შანსი ნოლია. ო, სახე, თვალი მიიტანე. ეხლა ვაპირებ რას გეტყვი რა. ამას მე ოდნავ მოუშვებ. რო ხაი გამოვიდა. ხო, წნევა ოდნავ გასავლას ნახავს თუ არა? ხელს იპოვი ქვემოთ ახლა. კრიშკა. არა, რა მაგრა, ახლა გაფართო. რაღაცა ხმა კონდა.
საფეთქებლები იყო, ფითილიანი ბომბები რო არის შარშანდელი და მე მგონი ხელს აიფეთქებს და დავაფიქსირებ. თან 4 გადააბა ერთად. რამე გძელი კიდე გავუკეთე, ჯოხი დამიჯერე. მოგძვა და სველი. მან და არა გადააგდე, ბიჭო, შენ ხო არ გაგიჟდი, აქ არის მასქნა. ერში არ გაუკიდებ, ძმო. ბიჭო. ეს რა გონი, ამას რო იზევდე, გამოიქცევი რა ეს მოასწრე. ნაჭერს დავიჭერ მაშინ. აი ხედა. ახლა ესეც საოცარ ადგილას ამოვედით ბოლოს. აი გადავიეთ სცენები. და ორი ჩვენი ბრატი გაიჩიტა. მიშა და გრიშა. უკვე 10 შემდგარი ვარსკვლავი და მომავალი ვარსკვლავი. ყავს მანქანა Hammer H3 და გადავწყვიტე რომ გავატიუნინგო და გადავაკრა ფირი. მოვიძიე რა, როგორ ასე შემდეგ, საჭირო ხალხმა, ჭკვიანმა ხალხმა, გამოცდილმა ხალხმა მითხრა რომ არის კომპანია ბრენდერი, რომელიც საუკეთესო ხარისხში აკრავს ამ ფირებს, ხო და გადავწყვიტე რომ თან გაზავ ერთი კვირით და გაგრას დაუტოვო ძმებს და მიხედონ, ოღონდ გონში არა ვარ ამინდა, დაახლოებით ფერების კომბინაცია ვიცი, მაგრამ მივანდო ბიჭებს რა, ანუ სურპრიზი იქნება ისევე როგორც ჩემთვის, ასევე თქვენთვის. შესაბამისად, წამ 1-2 სიტყვით დაველაპარაკო ძმებს. ბრენდერი, აგერა. აგერ ვართ ბრენდერი. ალამაზი. ძალიან მაგარი. ზოგადად ეს ქრომი პირველია საქართველოში. ლურჯი mirror ქრომი არის პირველი საქართველოში. აი სედანი რომ ყავდეს ბაზარი არა, ებენა ის არის რა. კუპე რომ ყავდეს? კუპე რომ ყავდეს, ვაფშე გაიფრინა, მაგრამ ჯერმანი რას ყავს იმაზე ბაზარს ეგეთება. კარჩი, ჩემი Hammer-ი არის მოსაყვანი, ჩემს მასა დაგიერება, ხო? კი. ჩემი Hammer-ი მოსაყვანი არის. როგორც გითხარით, ვტოვებ, პროსტა გავიაროთ დეტალები. ის ბატონო, ჩვენ გვაინტერესებს შენი გემოვნები. ჩისტა ფერები ვიცი, მარტო დაახლოებით რა მინდა. დანარჩენი როგორც ტელეფონში გითხარით, თქვენ გენდობთ. ანუ აი რა იქნება, როგორ იქნება. დავდივარ ხოლმე გარეთ, რა ქვეყნის გარეთ, ან რაღაცა ქალაქგარეთ და სულ ისეთი თემა იქნება. აი, თვალად ოფროუდი არა, მაგრამ ისეთი კონტენტია, ხო ხდები ტყე, ღრე რაღაცეები და რო არ ამოხტეს მაგ ვიზუალიდან. ვიზუალიდან ფერივერბოთ თან ჭუჭყის თემა რო ავიტანოთ. ხო, ზუსტად ეგ თემა. ყველაფერი ერთად, ხო, ანუ კამუფლიაჟი ზოგადად კარგი გადაწყვეტილებაა, მაგრამ დაახლოებით ფერები უნდა მითხრა რა ფერებში. უყურეთ ეს ნახეთ ქრომა ცელეს, ხო ეგ არის. ცელეს კი, ცელა კი. აი ეს მინდა ერთი ფერი ეგრო იყოს Black Gold-ი, satin Black Gold-ი. Satin Black Gold-ი. ერთი satin. შავი მატი ყველა პონჩი. შავი მატი თავისთავად ახალ ყველა პონჩი. საწყობშია ყოველთვის. საწყობშია რა თქმა უნდა. და მესამე მინდა ეგეთი ჩამყდარი ფერი. და ის იმასაც ხო შეიძლება რომ გამოვიყენო, ზავოწყოი შავი რაც არის. ზავოწყოი შავი ჩავთოთ. და მესამეც რო დავამატოთ, მესამე აი ამას გირჩევ, იმიტომ რომ ჭუჭყის ამბავში მაგარი ამტანია და პახუდო ანუ ძალიან თანამედროვე ფერია რა. საქართველოში შავი მატი და რომ მოდის ხალხი სხვა რაღაცას თავაზობთ, ოღონდ შავი მატი არ. და ბოლოს ჯანდაბას თუ სხვა არ გიდა შავი. ბოლოს არ გვაქვს ბატონო, მაგრამ აი ეს ფერი ძალიან დერს. ოღონდ სტანდარტული კამუფლიაჟის ფონტი ხო არ იქნება? არა, ანუ ეგ ჩვენ მოგვიდა რა. ხო, ანუ პროსტა ის ჩვენი დიზაინერს მიანდა ეგ ყველაფერი, იმიტომ რომ რაღაც თავის ფანტაზიები აქვს, რომელიც ძალიან კარგი გამოდის ხოლმე. სურპრაიზი იქნება ძმებო, ანუ ცვეთში არ ვიცი რა ხდება მართლა გეუბნებით. ის ანუ საწყობში მართლა. ეს არ არის სრული პალიტრა როგორც გადარჩევანა. საწყობში გვაქვს ძალიან ბევრი ფერები, პლუს ანუ მომწოდებელი კომპანიები ყავს, რომელიც ნებისმიერ ფერს შეკვეთის შემთხვევაში ანუ ჩამოგვიტანენ ამერიკიდან და ევროპიდან და რა ვიცი ფერი არ არსებობს ფანტაზიაზეა შენი კანის ფერი რომ მოგინდეს 15 დღეში ადგილზე გვექნება პირდაპირ გეუბნები იცი ეხლა ლინკი და ყველაფერი იქნება ამ ვიდეოს ქვემოთ ლინკი ბიჭებს პეიჯი აქვს ჩენელი აქვს გაკეთებული ახალი მოხდილი და ეგეც არის ყველაფერი დალინკული თუ ამ არხზე არ უყურებთ ვაფშე რა ანუ გადაზიარებული იქნება ორივე მხარე შესაბამისად მისამართი მოდი თქვი რა პეტრეიბერის 4 ნომერი პეტრეიბერის 4 ნომერი იცი რა მინდა კიდე ეს ჯერჯერობით პეტრეიბერის 4 ნომერი თორე იქნება ბათუმი ქუთაისი და საქართველოს ფარგლებს გარეთაც იგეგმება რამდენიმე ფილიალი, მაგრამ ჯერჯერობით ესე საიდუმლო ჯერ თბილისში დავიწყოთ ეგ თემა. აი საინტერესო ფერებს გეტყვი რა, ანუ ეს ცოტა მოძველებული ტრენდი არის რა ქვია ამას აღარც ვიცი, აღარც მახსოვს. ჭიტინა არა. რაღაცა ლამაზი ფერი.
რაღაცნაირი ხო. რა ფერი ცოტში ვერ ხდება ყური ირეკლამს კამელეონი ანუ ამას შეიცავს 6 ფერს შეიცავს რა და კამელეონი აღოთ აი ძალიან მოძველდა ეს ფერი საქართველოში ზოგადად ყველაფერი ახალია მაგრამ ანუ ევროპაში ამერიკაში ცოტა ის დასძემოს ქვეყნებში წავიდა ანუ აი ეს არის მაგარი ფერი Black Rose ესა ძალიან მაგარი ფერია ფოსფორია იდეაში და ანათებს ახალი ფერია თან თბილის მაგრა ჭირდება იმიტომ რომ ჩაბნელებული ქალაქია შაშავებული ჩემნაირების დამსახურება მე ფერებს არ ვაღიარებ ფერებს ეს mirror chrome რომელიც ამ ავტომობილზე ეს არის ხო mirror chrome არის რომელიც ამ ავტომობილზე კეთდება და ნუ ამათ აღიქვით რომ ბევრი ფერია რა ეს კატალოგი მან ფერებში სარკე აი ძალიან დასანერგია მიუხედავად იმისა რომ იცით რომ მე Mercedes კაცი ვარ მართლა ძალიან ეს გადაიოს აქ ნახე რა არის ნახე ვინ აყავს აქ ეცა ვინ არისო ბიჭო ესა ვინ არის სხვათა შორის ამდენი ფერი ბაიგზე იმუშავებს ეს ქრომები ძალიან მაგარი იმიტომ რომ ძალიან ეფექტურია და აი ესენი იმუშავებს ბაიგზე ზუსტად ვიცი ეგ მეტალიკები კი ანუ რამდენიმე არის რა საწყობში გვაქვს ეს ფერიც გვაქვს საწყობში ეს ნარინჯის ფერი შავი მეტალიკებით ნუ თეთრი აღარ გვინდა აღარ ჭირდება არავინ თეთრს აღარ აკრავს იმიტომ რომ რა თქმა უნდა პრიუსთან ასოცირდება ეგრევე ეციე ხო ტაქსი სისტემა კარჩე მეგობრებო ტაქსთან ასოცირდება და უზარმაზარი არჩევანი ანუ მართლა უზარმაზარი არჩევანია კიდე ანუ ხო ხედავთ ეს სულ კატალოგებია კარჩე თქვენი ფანტაზია არის მარტო თქვენი ბარიერი თუ ფანტაზია გაქვთ რამე ფერი დააფიქსიროთ აუხსნათ სოჩი მოიძებნებ კაი ერთს ვიტყვი კიდე ორაკალის მაღალი ხარისხის კარბონი ჩამოვიდა მაღალი ხარისხის კარბონი საქართველოში არ არის რა არ არსებობს ხო კარბონი ერთი ფერია მაგრამ კი ერთი ფერია კარბონი მაგრამ ხარისხიანი კარბონი არ არის საქართველოში რა ფიზიკურად ვერ იპოვი ვერსა და ჩამოვიდა ანუ ორაკალის რომელსაც აქვს 8 წლიანი გარანტია და აი როგორც გინდა რაც გინდა იხმარე 8 წლიანი გარანტია კი ანუ ეგეც გაქვს კი რა თქმა უნდა იცი ამის დროის პონჩი მე ვგაზავ დაახლოებით საქმე მაქვს 10 დღე 9 დღე ესე რო ჩამოვა მოსწრებადია 10 დღე საკმარისზე მეტია იმიტომ რომ 5 დღეზე მეტი ავტომობილს არ ჭირდება მართლა კი კაროჩ რაღა დამჩენია ძმებო მოკლედ მე ვგაზავ ჩამოვგაზავ მოდი ესე ვთქვათ მე ჩამოვგაზავ აქ მოვალ ის გვა გადასახარები კი ყველაფერი არის ეგ შოუს ჩვენ მოვალ სო კაროჩე მე ვტოვებ აქ ოპერატორს ჩემ ძმა და მეგობარს და პროცესს გადააღებინებ ხო რაღაც პროცესს გადაიღებს მე გეფიცებით ანუ აი გეფიცებით მართლა არ ვნახავ მანქანას სანამ აი ეს გადახდის პონტი არ იქნება შესაბამისად ამ თქვენთან ერთად ვნახავ პირველად მანქანას და ემოცია რაც იქნება აბსოლუტურად გულწრფელი და ფრეში შო ეგ არის თქვენი მეძება ეგ არის გავიდა ერთი კვირაი და გარაჟთანა ვარ მოსული. გამიხსენით გარაჟი თუ შეიძლება. შავი იყო და დავტოვეთ შავში. ეტა რომ გადავიდა არაფერი შეცვლილი რო არ იყო. შავი დავტოვე. კაროჩე იყო ჩვეულებრივი შავი ჰამერი, სტანდარტული ქარხნული ფერი, პრიალა შავი ქვია, ხო მაგას რაც? პრიალა შავი სტანდარტული. ჩვეულებრივი შავი იყო რა. 1 2 და 3 ოლალა გადაო ბიჭო ნახე ომში მივდივარ ჩემი ვაფშე სხვა ძმა გაიჩი ცოტა რაშერ დაემსგავს სვეჩი აუ ეს რა დერსკა და სწორი არჩევანი ხო გავაკეთეთ ხო დერსკი აუ ტრაკი მამა ტრაკი და ტრაკი არის ძალიან ორიგინალი ატრაკე ბიჭო აქ შეხედე რა ხდება ნახე რა მაგარია ბიჭო ეგრევე გენდუც უგაიჩიტა კურიკები რა ევაკუალიტი დაბახმარა მაგ ყველაფერში ვინ არა რა თქვი
Eva Quality არის ჩვენი პარტნიორი კომპანია. ვინც ამ კორიკებს აკეთებს? რა თქმა უნდა, ამ და გრევია? ვარაჯი გრევ, მადლობა, Eva Quality. ლინკი აუცილებლად აღწერაში უნდა. მომაწია ეგრევე და ანუ არის. უკვე მომაწია და ვა, სპასიბა, რა მაგარია. თან ფერში ნახე რა კარგია. ბევრი იფიქრეს რაფერი ყველა მიდიოდა შავისკენ, მაგრამ არა, სალონის პონჩი ნახე რა დერსკადა. Eva Quality Eva Quality იმენა. ურმესი მადლობა ჩვენთვის, მაო. ძალიან გამისწორდა ძმაო. მე ცოტა სხვა რაღაცას ველოდი, რაღა დაგიმალოდა. რა კამუფლაჟი ყოფტები ვაინი იმაძერობა, რა სიმბოლეები და რაცეკორმები, ხო? ამ ფორმებმა მაგრად გაასწორა. გავიყვანოთ და გარეთ შევხედოთ. მადლობა თქვენ, Eva Quality-ს დიდი მადლობა იმ კოვრიკებისთვის. ხალხო, რა დამჩენია, ჯერ ერთი რომ კეთილიშურით გშურდეთ. ეკონტი არიან, კეთილიშური გშურდეთ, ძალიან დიდი მადლობა. არაფერს წარმატებები. თუ რაღაცა არის თქვენ სიქით გზა არ არის. ხო ხდებით. იდეა თუ მოვაეგრევთ თქვენ სიქით გზა არ არის და რავი, კომპანია ბრენდერი მე ძალიან კმაყოფილი ვარ. და ჩემს უკან კიდე არმია დამიჯერეთ კმაყოფილი ადამიანების თუ გინდათ რომ ნაწილი გახდეთ ამ ყველაფრის თუ გაქვთ იდეა გაქვთ სურვილი მისამართი იცით ყველაფერი არის აღწერაში და გელოდებიან ბრენდერში ზუსტად იცოდეთ რომ 100% კმაყოფილი დარჩებით მადლობა კიდე არაფერს ტანკი